ადგილობრივ მთავრობას და ცენტრალურ მთავრობას დაკავებულია იმით, რაც აიღო სახში. გავიწყდებათ ერთი რამ, რომ პოლიტიკოს თავისი ოჯახი არ აქვს. პოლიტიკოს ოჯახი არის მისი უდიდებულესობა ხალხი და ქვეყანა. და მეორე ადგილზე დანარჩენ თავისი ოჯახის და თავისი ბიძაშვილის ოჯახებიც. თავი ავიდგინოთ. მოგესწრებათ, ეხლა არ არსებობს სახელმწიფოებს შორის მეგობრობა. ეს არის ტყუილი. არსებობს პარტნიორობა სახელმწიფოებს შორის. მეგობრობა შეიძლება იყოს ხალხებს, ადამიანებს შორის. სახელმწიფოებს თავისი ინტერესები აქვს. ასე იყო მაუხრებელი გზირის შევარდნაძე, ასე იყო მისი დაფრთხილებული ბატონი სააკაშვილი და ასეთია ეპოქის გადამგდები ბიძინა ივანიშვილი. რის თაობაზეც მე ჩემხას ვაფრთხილებდი. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითი, უფრო მაგრამ მოგოწმოს ვიდრე შევარდნაძემ და სააკაშვილიმ გვაწმოვდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ჩემი შავ პროგნოზე ახსნა, როგორც ყოველთვის სწრაფი ექსპრესივით ჩაგვიქრულა დაპირებებმა მაღალპენსიებზე, სამუშაო ადგილებზე, 100 საწარმოსა და ქარხნის გასტაზე, დაბალპროცენტიან კრედიტებზე, ძველი გადავადებაზე, უფასო ჯანდაცვაზე, უფასო განათლებაზე. რას შევთავაზებ და ერთ ვეტყვი მოსახლეობას, რომ ლეიბორისტული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ჩემი კაბინეტის კარი იქნება ღია ყველა პრობლემისთვის. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოსვლა და ჩვენ ლეიბორისტული პარტია ძლიერი გუნდით შევძლებთ ნაცების და ოცნების განდევნას ჩვენი ლამაზი ჰერეთით.